უფასო მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს თავაზობთ მართალია უკვე ძველ ჩანაწერს, მაგრამ აქ ისეთი საინტერესო ინფორმაცია, რომ მე გადავწყვიტე ეს გადამეთარგმნა. ესე იგი, რუსულ ენაზე ეს ვიდეო იყო ატვირთული უკვე ინგლისური ვიდეოდან გადათარგმნილი 2020 წლის 26 ნოემბერს. ჩვენ ვიმყოფებით, ხო, ეს არის არხი გამოღვიძება თემით დრაკონების იმპერიის დაცემა. ჩვენ ვიმყოფებით ბიოფაზის galaktikuri ხო, მინდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არის 2020 წლის ჩანაწერი რუსულად გადათარგმნილი, მაგრამ მანამდე კიდევ 2-3 წლის ის იქნება ეს ჩანაწერი. ამიტომ ეს დრო წარსულში იგულისხმება. ახლა სულ სხვა სიტუაცია, მაგრამ მე მინდა თქვენ დრაკონების იმპერიაზე გაიგოთ რაღაცა მაინც, რომ წარმოდგენა გქონდეთ. ჩვენ ვიმყოფებით ბიოფაზის galaktikuri კონფლიქტებისა, galaktikuri ომებისა, ნათელი დაბნელი ძალებს შორის ეს ომი გრძელდება უკვე 1000 წელი და ახლა ის იმყოფება დასასრულის ბოლო ეტაპზე ამ მზის სისტემაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ომი რეპტილოიდებთან ახლაც მიმდინარეობს. მით უმეტეს ზოგ ადგილას, მით უმეტეს დედაქალაქის გარშემო და მიწის ქვეშ ამ მომენტში ეს როგორც გითხარი უკვე წარსულ ჩაბარდა, რადგან ტუნელები გაწმენდილია, ხო, galaktikuri კონფედერაციის ძალებით და წინააღმდეგობის მოძრაობის ძალებით შეძლეს გაექროთ დედამიწის ზედაპირიდან დრაკონელების ფლოტი. კობრა არის ეს წინააღმდეგობის მოძრაობა. გაცრავად აქ შემოკლებით მასა ვერ გავიგე რა წერია, მაგრამ მე მაინც შევეცდები ახლა. ხო. ალბათ მიულერის დაჯგუფება მგონი, რომლებიც იყვნენ სინათლის ძალები, არის კვანტური ზარბაზნის ტექნოლოგია. ხო. ტექნოლოგია მიულერი, რომლებიც იყენებენ სინათლის, რომელსაც იყენებენ სინათლის ძალები, არის კვანტური ზარბაზნის ტექნოლოგია, რომლებიც ასხივებს ძლიერ სკალიალურ ველს, კვანტური მარყუჟის გავლით და გადის ყველა მატერიალურ ფორმებს და სუპერპოზიციური მდგომარეობიდან გადადის ფიზიკურ ფორმაში. ხო, რა არის სკალარული იარახი? ერთი წუთი მე ახლა თქვენ ამის განმარტებას მოგცემთ. რა არის სკალარული იარახი? სკალარული იარახის მოქმედების საფუძვლები ეყრდნობა იმ ხელსაწყოების გამოყენებაში, როგორც ტრანსლატორებია, რომლებიც გარდაქმნიან ელექტრომაგნიტურ ენერგიას სკალარულ ტალღაში. და ეს ტალღა ვრცელდება 9-13 სიჩქარით 9-13, რომელიც აღემატება სინათლის სიჩქარეს, მაგრამ მაგის შემჩნევა, ამ ტალღების შემჩნევა ნაკლებად ხდება და ეს სკალარული ტალღები გადიან ამ სკალარულ ტალღებს აქვენ თვი უნარი,
გავიდნენ ყველა საციცოცხლო ფორმებში. ესე იგი, ხა თემას მივუბრუნდეთ. ამან აიძულა დრაკოს ხომალდებს გამოჩენილიყვნენ ფიზიკურ სამყაროში და ისინი იმ წუთსავე ხდებოდნენ გალაქტიკური კონფედერაციის ხელში. დრაკოს ხომალდების უმრავლესობა, აგრეთვე ხომალდების უმრავლესობა უარყოფენ საიდუმლო კოსმოსური უარყოფილი საიდუმლო კოსმოსური პროგრამებით უკვე იყვნენ გაწმენდილი და ძალიან ცოტა მათგანი რჩებოდა დედამიწის ახლო ორბიტაზე. დრაკოს ფლოტის გაწმენდის გაწმენდისას მიაღწიეს ტერიტორიას მიაღწიეს წერტილს, როდესაც ნათელმა ძალებმა შეძლეს ზედაპირის მიღწევა თავიანთი პოზიტიური კვანტური ტექნოლოგიით, მიულერით. მე თავში შემეშალა, მიულერის ტექნოლოგია კი არა, მაგას უწოდებენ მიულერის ტექნოლოგია. მე კი დავწერე მიულერის ტექნოლოგია. მიულერის ტექნოლოგია ქვია ამას. მიულერის დედობრივ ხომალდეები დისლოცირებულები არიან დედა კრაიდერის დიდი ფორმის ჭკვიანი ორბიტაზე დაასხივებს ძლიერ ძალის ველს მიულერზე დედამიწის მიმართულებით. სამხედრო ხელმძღვანელობა დრაკოსი იყო პანიკაში, რადგან გრძნობდა წაგების სუნს. ბევრი მათგანი თავს შველოდა გაქცევით და ცდილობდნენ მიწისქვეშა ბაზებზე დამალვას. წინააღმდეგობის მოძრაობა კობრა წმინდავდა მიწისქვეშა ბაზებს. ბაზა ახალი ბერლინი, როგორც სხვა ანტარქტიდული მიწისქვეშ ბაზები უკვე განთავისუფლებული არიან. ერთადერთი დრაკო, რომელიც დარჩა ახლა, ესნი არიან ფიზიკური და არაფიზიკური დრაკო, რომლებიც პირადად არიან ჰიმერას მოსამსახურეები, აგრეთვე პარალიზირებული დრაკო, რომელიც ნიშნავს, რომ მოვიდნენ ვარსკვლავური სისტემიდან დრაკო 25,000 წლის უკან, მიახლოებით 25,000 წლის უკან, შემდეგ გაიარეს რეინკარნაციის პერიოდული ციკლები დედამიწაზე, სადაც განსახიერდნენ ადამიანებში. ხდება, რომ ბევრია დედამიწაზე განსახიერებული, რომლებიც ადრე იყვნენ დრაკონელების სხეულებში. ბევრი მასეთი არის განსახიერებული დედამიწაზე. თან ამ დროს შეინარჩუნეს დრაკოს ენერგეტიკული სხეულები, კი მასეც ხდება. ისინი განსახიერდებიან როგორც პოლიტიკოსები, ბანკირები, იურისტები და
სხვა წევრებად სხვა სხეულებში, კაბალაში და ილუმინატებში. დედამიწის ზედაპირზე. ლორა ეზეხაუერი. ბნელი კავშირები ლორა ეზეხაუერი არის პრეზიდენტ ეზეხაუერის შვილთაშვილი. ბნელი კავშირები ბნელ ჯგუფებისა და მათი ჰიბრიდებისა არიან კონტროლიორები. ხო, ესე იგი ბნელი კავშირები ბნელი ჯგუფებისა და მათი ჰიბრიდებისა არიან კონტროლიორები, მათი სისტემა დაფუძნებულია ადამიანის ბნელ მხარეზე, ეგოზე, რომლებიც მოქმედებს სულისაგან მოწყვეტილი სიბზნის ბუნების მოშორებით, კოსმოსის და სიყვარულის მოშორებით. დევიდ აიკი, ეს არის დევიდ აიკს ალბათ თქვენ ბევრი ხსენიან. ეს არის კვლევარი, ძალიან ხშირად გამოდის სხვადასხვა თემებზე აუდიტორიის წინაშე და ის ამბობს, მათ არ აქვთ ემოციები და არ შეუძლიათ თანაგრძნობა, მათ არ აქვთ სიცოცხლის გრძნობა, კორიკუდი. რეპტილოიდები მანიპულირებენ ბევრი რამეთი. კორიკუდი კი იცით ვინ არის? ვინც არის მაგათთვის ვამბობ, კორიკუდი არის ყოფილი მონაწილე საიდუმლო კოსმოსური პროგრამების ინსაიდერი. და ის ამბობს, რეპტილოიდები მანიპულირებენ ბევრი რამეთი იქიდან, რაც ხდება დედამიწის ზედაპირზე. ომები და ასე შემდეგ. მათთვის ეს არის მხოლოდ მართვა პლანეტით. უილიამ ტოპკინსი ძალიან იჭერი პიროვნება იყო, ის ახლა გარდაცვლილია. და თუ მე ხა ვერ მოყვები ყველაზე მას უნდა დიდი დრო ბევრი მე მას გადათარგმნილი უილიამ ტოპკინსზე ვიდეო მგონი თუ არ ვცდები. უილიამ ტოპკინსი მინიმუმ უილიამ ტოპკინსი ამბობს. ის მსახურობდა ფლოტში, იყო ძალიან იჭერი პიროვნება, მან ბევრი ცნება შემოიტანა. ხო, ის ბოლო წლებში მუშაობდა ხომალდების ასაწყობ სააგენტოში თუ ფირმაში, არ ვიცი, საიდუმლო ფირმაში, თანამშრომლობდა ცერუსთან, ხომალდების აგების საკითხში, თუ არ ვცდები. და ის ამბობს, რომ მინიმალური 6,000 წლის განმავლობაში ამ პლანეტის ადამიანებზე გავლენას ახდენდნენ უცხოპლანეტელები, დრაკონიელები და რეპტილოიდები. ისინი მოიპოვებდნენ ინფორმაციას, რომელიც ასწავლის ყოველ პლანეტაზე და ცდილობდნენ მას ჩვენ სიმართლეს არ ეთქვა ჩვენთვის სიმართლე, ჩვენ არ გვასწავლიდნენ სწორ სწავლებას, არ გვაძლევდნენ მართალ ცოდნებს. კორიკუდი. ცნობილია, რომ გამარჯვებული არსებები კანახობენ, რაც ესმით მათ სახურებს. ჩვენ გვაპროგრამირებდნენ სოციალური ნორმების დახმარებით ის, რაც სოციუმში მიღებულია. ეს არის პროგრამირება, ეს არის კონტროლის სისტემა, იგივე მიეკუთვნება განათლების სისტემას. ყველაფერი ეს კეთდება კონტროლის გამო. მაიკ სალა არის ბევრი წიგნის ავტორი,
აგრეთვე ის არის მკვლევარი და მას აქვს ბლოგი, საიტი, ну, YouTube-ზე, სადაც ის გამოდის აგრეთვე ბევრ დოკუმენტურ ფილმებში, რომელიც გადაიღო არხმა გამოიღვიძე პრაბუდიძის, არის აგრეთვე ეს არის ინგლისურ ენოვანი არხიც და რუსულენოვან არხსაც დაარქვეს, რომელიც თარგმნიდა იქედან ვიდეოებს გამოიღვიძე. არის აგრეთვე არხი, გახსნის არხი, კანალ раскрытие და ინგლისურად სხვა სახელებაა. ხო და ამ მაიქსელას აქვს შოუ და ხშირად თავისი სტუმრთან ერთად მის ვიდეოები იწურთება აგრეთვე არხ გახსნაში, კანალ раскрытие, რუსულენოვანი. რაც ითარგმნა იდება ან არხ раскрытие-ზე, ან არხ პრაბუდიძეს, ან 20 обратно, ან астранионика. უფრო 20 обратно. მაიქსალა. სატანა ეს არის ფიზიკური არსება, უпростовად იყო. თურმე სატანა ყოფილა ფიზიკურ სხეულში, მას აქვს გვარი და სახელი, მე ვერ ვიხსენებ და ის გარდაიცვალა 2006 წელს. ხო, ახლა ხელოვნური ინტელექტი ცდილობს ეს მეგევნებით ამას სხვა წყაროდან გამომდინარე, თურმე ხელოვნური ინტელექტი ცდილობს ფიზიკური სხეული მოიპოვოს და ჩასახდეს ფიზიკურ სხეულში. ხო და მაიქსალა ამბობს, რომ სატანა ეს არის ფიზიკური არსება, მეგევნებით იყო, რადგან გარდაცვლილია, რომელიც ესწრება დედამიწაზე და მართავს პლანეტას ჰიბრიდული შუადღომლების დახმარებით პენტარის გავსი, რომლებიც შედიან სიღრმისეულ ხელისუფლებაში, ანუ კაბალაში, როჩილდების ოჯახი ღრმად არის გატაცებული არ შერწყმით სატანურ ძალებთან, ვატიკანის და რეპტილოიდების წარმომადგენლებთან ერთად. ერთი მათგანი თამაშობს პანდორის როლს დედამიწის მმართველებში. გარდერი როჩილდი იყო ერთ-ერთი, ვინც იცვლიდა გარეგნობას რეპტილოიდური ტიპისა ან ჰიბრიდის გარეგნობას იღებდა. კობრა წინამორბედის მოძრაობა. არსება, რომელსაც აქვს სახელი პანდარი, იყო მზის სისტემიდან განდენილი. ახლა დრაკო ვერ შეძლებენ აიხდინონ სურვილი თავის გეგმების შესრულებაში და გეგმავდნენ კაბალაზე მიეცათ უფლება დაემკვიდრათ ახალი მსოფლიო წესრიგი იმისთვის, რომ დაიმონონ კაცობრიობა, შემდეგ შემოიჭრან პლანეტას ზედაპირზე, მოკლან კაბალა და მართონ თავისი ადამიანური მონებით. ბენჟამინი ფუიფოდი, მკვლევარი, ის ამბობს, ჩვენ გვაქვს საქმე ორ კონკურირებულ ჯგუფთან, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, რომლებსაც უნდათ მართონ ადამიანებით. და 90% ადამიანებით. ამისკენ ისწრაფვის ერთი ჯგუფი, მეორე ჯგუფი მოუწოდებს სიღარიბის აღმოფრქვევას, გარემოს დანგრევით და სამყაროს გამოკვლევით. არის იმის ნიშნები, რომ თეთრი ქუდები იმარჯვებენ მთელ მსოფლიოში.
კიდევ გეუბნებდი, ეს არის ეს ამბები მომხდარი, ესე იგი 2020 წელს თუ რუსულ ენაზე აიწვევთა, სადღაც 19-18 წლის ამბებია. 2017 წელს პაპა ფრანკისმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოუწოდა აღმოსავლეთს და დასავლეთს გაერთიანება მომავლის სადარაჯოზე. მან აგრეთვე მოუწოდა სააგენტოს შეექმნა მომავლის დასაგეგმავად აღმოფრქვა შიმშილის. თავის მხრიდან პენტაგონი ემზადება გააზიაროს თავისი თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ მათ უნდათ ითანამშრომლონ მნიშვნელოვანი როლი შეიტანონ ლასკამური გზის მომავლისთვის, სადაც ხალხი იქნებიან მზად გამოიკულიონ სამყაროები. დევიდ ულკოკი. ესეთ არის საიდები მკვლევარი. გახსნა ხდება ახლა, სპეციალური გახსნა დაიწყო, ისინი ტყუილად კი არ გვაჩვენებენ ვიდეოებს, სადაც ხდება ინციდენტები ავიატარებელ ნემეცი 2004 წელს, სადაც დაფიქსირდა ამოუცნობი საფრენი აპარატები და ეს მნიშვნელოვანი დაკვირვება, რომელიც იყო გასაჯაროვებული. მაგათმა მოყვეს საიდუმლო გაფართოებულ პროგრამებზე, იდენტიფიკაციაზე, კოსმოსური საშიშროებებისა, იმაზე, რომ იქნა შექმნილი პენტაგონის განაყოფი ამოუცნობ საფრენ აპარატებთან დაკავშირებით და ამ ფენომენების შესასწავლად ნიუ-იორკის ინტელიგენტში 24 ივლისს 2020 წელს ლაპარაკობდნენ, რომ პენტაგონმა ნახა არამიწიერი სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც აგებულია არა მიწიერი გარემოში. ეს ახლა არის ახალ ამბებში. შემდეგ მათ შეუძლიათ თქვან, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, რომ არ არსებობენ არავითარი უცხოპლანეტელები, ან გარედან და არ არის არაფერი მიწის ქვეშ. ამბობენ ამას, რომ არ არიანო, ზოგჯერ ამბობენ არიანო, არსებობენ უცხოპლანეტელები, ზოგი ამბობს არ არსებობენ, ზოგი ამბობს რომ მიწის ქვეშ არაფერი არისო, მაგრამ არიან ხალხი მომავლიდან და მათ უნდათ ყვებოდ პატარა პორციებით იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ნაწილ-ნაწილ ეს გახსნა 30 წლის განმავლობაში, მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ, არმიაში არის ბევრი ადამიანი, პატრიოტები და ისინი არ დაუშვებენ ნაწილობრივ გახსნას. მათ უნდათ ადამიანებს გააგებინონ ყველაფერი ახლა, ერთიანად. ყორიგუდი. ამბობს, ადამიანის საიდუმლო კოსმოსური პროგრამებისა, მაპატიეთ, ყორიგუდი ამბობს, ალიანსის საიდუმლო კოსმოსური პროგრამებისა ცდილობს მოიპოვოს, მიაგნოს მეთოდს, რომ გამოუშვას ტექნოლოგია და კოსმოსური ძალები. იქნება ამის ნაწილი, როგორც მე მითხრეს, 2 წლის განმავლობაში ამერიკის კოსმოსური ძალები დაიწყებენ ტექნოლოგიების განთავისუფლებას და პატენტებისა, რომლებიც მოგცემენ იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, იქნება სამეცნიერო ფანტასტიკა. ხო, იმ ტექნოლოგიების გახსნა მოხდება, რასაც ჩვენ ვუწოდებთო სამეცნიერო ფანტასტიკას. გრავიტაციის განულების ტექნოლოგია და ტექნოლოგიები, რომლებიც მიგიყვანს ფიზიკის ახალ განვითარებამდე. კობრა, საწინისა მოწინააღმდეგო მოძრაობა. ერთადერთი ქსელი კაბალასი, სადაც არის დარჩენილი ეს დედამიწის ზედაპირია, ეს პრობლემა იმის შემდეგ გადაწყდება, როდესაც ჯგუფი ქიმერა შემცირდება ძალიან. მთავარი პრობლემა, რომელიც რჩება, ეს არის ხოჭოები ქიმერისა, რომლებსაც აქვს თანამედროვე ეგზოტიკური
შეიპყრა ხელთან კვანტური კორპორაციული საწვავიანი ბომბებით. მომიტევეთ, ქიმერას ქონია, ქიმერა ყოფილა შეარაღებული კვანტური კორპორაციული, კორპოზიციული, კვანტური ყოფილა ასეთი ჭურვები, კვანტური კორპოზიციული საწვავიანი ჭურვები. ხო და ამ ქიმერას ამ ხოჭოების დაჯგუფებას უძახიან ქიმერას. ამიტომ ქიმერას არსებები ოდესღაც იყვნენ მაღალ განვითარებული ანგელოზური არსებები, რომლებმაც დიდი ხნის წინ აირჩიეს გალაქტიკურ წარსულში. დიდი ხნის წინ ჩაიტარებინათ ექსპერიმენტი საწვავიანი ჭურვების დახმარებით. ეს ამან და მრავალი გენეტიკურმა ექსპერიმენტებმა ისინი გადააქციეს ხოჭოებად წარმოუდგენელი სიბნელისა სინათლის ძალებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი ოპერაციები ქიმერას ფლოტის გასანადგურებლად, რომლებიც დღემდე იყო კვანტური სუპერპოზიციის სივრცის მდგომარეობაში. მათ შეძლეს უკვე გაიწმინდა დიდი ნაწილი ქიმერისა მთვარის სივრცეში და ახლა ქიმერის ფლოტის დიდი ნაწილი შეგროვილია დედამიწის ახლო ორბიტების სივრცეში. ქიმერის ფლოტი იყენებს ეგრეთ წოდებულ კვანტურ შავ ლორწოს იარაღის მაგივრად, როგორც დაცვა სინათლის ძალებისაგან. კვანტური შავი ლორწო ეს უბრალოდ შეკუმშული ფორმაა კვანტური პირველადი ანომალიისა, რომელიც დამუშავდა ექსტრემალური ინტეროპიისა და ახლა თავისუფლება ქიმერით პლანეტის დაბალ ორბიტაზე. ხო, ახლა თავისუფლებაო ქიმერისაგან პლანეტის დაბალი ორბიტაცო და ეფექტურად იწინდება სინათლის ძალებით, მაგრამ ის ჯერ კიდევ გავლენას ახდენს საერთოდ პირველადი ანომალიის პლანეტის გარშემო და სიბნელის დაღუპვაში, რომელიც დედამიწას აკრავს. სინათლის ძალები აგრძელებენ ოპერაციებს მიწისქვეშა ქიმერის ბაზების გაწმენდაში. ისინი კონცენტრირებული არიან მთავარი ხოჭოების განადგურებაზე, რომლებიც შეადგენენ სისტემის ფუძეს ქიმერასი დედამიწაზე. შესაძლებელია იქნა მათი დედოფლის განადგურება, რომელიც იყო პასუხისმგებელი ხალ ღმერთის ტაძრის დანგრევის ატლანტიდაში. შავი ხოჭოს შხამი კი, რომელიც არის როგორც უშვებენ ხოჭოები, რომელსაც უშვებენ ხოჭოები, ხო, თურმე ეს ხოჭოები უშვებენ შხამს, გამონადენს და იყენებდნენ ამას შეტევის დროს. ამ თავის შავ გამონადენს შხამს იყენებენ შეტევის დროს
და ამ ხოჭოებმა დაიწყეს ნელ-ნელა გაფანტვა და ამ ხოჭოების გაწმენდა დაიწყო და გაფანტვა თანდათანობით. მიწისქვეშა ბაზებში ქიმერისა არის უზარმაზარი ხოჭოების ბუდეები და ერთად ისინი ქმნიან ქსელს კონსტრუქციას. ხო, ამათი ქსელი შედგება კონსტრუქციისაგან უარყოფითი ძალის ხაზით, რომელიც არის ანტიპოდი სიცოცხლის ყვავილის ძალის ველისა. ხო, არის ხო საციცოცხლო ყვავილი და ესენი ქმნიან იმ საციცოცხლო ყვავილის მატრიცის ანტიპოდს ზედაპირზე. თუმცა ამ ხოჭოების უმრავლესობა განადგურდა. ქიმერა თავის ბუდეებს ავსებს ახალი ხოჭოებით, რომლებიც მატერიალიზდება. კვანტური სუპოზიციის მდგომარეობიდან განვითარებული კამერებით და ბაზებით, როგორც კი ქიმერას კვანტური კამერები იქნება განადგურებული სინათლის ძალებით, როგორც კი ქიმერას კვანტური კამერები იქნება განადგურებული სინათლის ძალები შეძლებენ სრულად გაწმენდას მიწისქვეშა ბაზებისა, რომელიც ეკუთვნის ქიმერას. ახლა მე რა მინდა დავამატო. მე მახსოვს ბავშვობაში გადიოდა ფანტასტიკური კინო, მაშინ იქ მონაწილეობდა ახალგაზრდა, ვერ გავიხსენე მაგ მსახიობის გვარი და სახელი. სადაც ხოჭოებმა დაიპყრეს მიწისქვეშა მეტროს ტუნელები, ისინი იტაცებდნენ ხალხს და ამ ხალხის სხეულებში ეს ხალხის სხეულები არა, უბრალოდ იტაცებდნენ ხალხს, შემდეგ ამ ხალხის სხეულებში ქმნიდნენ ბუდეს თავისი ხოჭოებისთვის, პატარა ხოჭოებისთვის. ეს ხოჭოები იყო განლაგებული ამ ადამიანის სხეულებში, მკვდარი ადამიანის სხეულებში და ეს იყო მაცივარში დალაგებული. და განახეთ როგორ ეკიდა მკვდარი ხალხი და ესეთი ჯგუფი შეიტყუეს, თითქოს სამუშაოს აძლევდნენ და ეს ჰქონდა იარაღი და ამ იარაღის დახმარებით შეძლეს თავის დაღწევა, მაგრამ თუ სადმე გამოიჭერდნენ ვინმეს, ის ქიმერა დედოფალი იყო ადამიანის სხეულში და გულმკერდიდან გამოდიოდა რაღაც ენასავით, თუ პირიდან არ მახსოვს ზუსტად და სხეულში შეყავდა რაღაცა. გიპნოზს უკეთებდა ამ ადამიანს და ის მერე უკვე იყო დაგიპნოზებული, ზომბივი დადიოდა. არ მახსოვს ამ კინოს დასახელება. საერთოდ განაგონი მაქვს, რომ ეთეწყაროდა, რომ ჰოლივუდი რას პენტაგონი აძლევს ჰოლივუდს თემებს, თუ რა თემაზე უნდა გადაიღონ ფანტასტიკური კინოები. მთელი ამ წლების განმავლობაში რაც ფანტასტიკური კინო გადაიღო ჰოლივუდმა, ეს იყო ნელ-ნელა გახსნის პერიოდი. ინფორმაციას გვაცნობდნენ ცოტ-ცოტად, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვესმოდა რაზე იყო საუბარი. ის ფანტასტიკა კი არა, ის ნამდვილი რეალური კინო იყო, რასაც ჩვენ გვაჩვენებდნენ, რაც სინამდვილეში ხდებოდა. ჩვენ კი ამას ვერ ხდებოდით, გეგონა ფანტასტიკა. ზღაპარი არაა ზღაპარი. ის არის რეალობა, ფანტასტიკაც არა ფანტასტიკა. ჩვენ გვაჩვენებენ რეალურ მოვლენებს, რაც ხდება. ერთ-ერთი მაგდელებ ახლა კონი კობრა იყო თუ არ ვცდები. ვის ეთიკეტით ნახავ ახლავე. ხო, კობრას ინტერვიუა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დრაკოს წინააღმდეგი ბრძოლისა არის ის, რომ სინათლის ძალებმა შეძლეს ჩაეგდოთ ხელში დრაკოს წინა ტექნოლოგიები, რომლებიც იცავენ მათ ხომალდებს
სითფური ჭურვების აფეთქებისაგან ქიმერისა სინათლის ძალებმა შეძლეს შექმნა ამ ტექნოლოგიისა და გამოყენება მათ ქიმერის სითფური ჭურვების იზოლაციისა და დაიცავენ თავს მასზე სანამ ქიმერა არ იქნება სრულიად განიარაღებული და განადგურებული. კორიგუდი მე მთხოვეს საზოგადოებაზე გადამეცა, რომ იმის მიუხედავად, ვინ მოიგებს არჩევნებში, ეს საკამათო იქნება. იყო ბევრი მახინაციაც შტატებში ტრამპის გამარჯვების თაობაზე ლაპარაკობენ, შეიძლება ეს დიდი ხნის ამბავია. შეიძლება ტრამპმა ხელი მოაწერა აჯანყებაზე, აქ ჩვენ გვაქვს საქმე ძლიერ მტერთან ალიანსმა გვიან დაიწყო შეწინააღმდეგება. მე მირჩიეს მედიას გავეთიშო, მე მასე მოვიქეცი, ახალ ამბებს არ უყურო, ჯობს დაველოდო, მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ ლორა ეზეხაუერი. ისინი ადვილად არ ჩაბარდებიან, ეს ბრძოლა არის გადარჩენისთვის, მაგათმა გამოიყენეს ბნელი ტექნოლოგიები, მათი ბუნება ტყუილია, ხიდი სიცრუეა, მათი ბუნება ტყუილია, დიდი სიცრუეა, ისინი იყენებენ ახალ ამბებს, როგორც იარაღს, მაგრამ ტრამპი ყოველთვის ორი ნაბიჯით უსწრებდა მათ. ლორა ეზეხაუერი ჩვენ ფიზიკურ სხეულებში არის რომლებიც არის პლანეტარული ქსელის კოპია. ჩვენი ფიზიკური სხეულების ორგანოები არის პლანეტარული ქსელის კოპიაო. მრავალ განზომილებიანი კოსმოსში. როგორც მრავალ განზომილებიანი კოსმოსი. ჩანერგილი იყო ბნელი ტექნოლოგიები იმისთვის, რომ ჩვენ გავხდარიყავით სახეობად, რომლებიც გავს დემონურ სახეობას, როგორც სკაში. 1000 წლის უკან ბიოლოგიური გრით სისტემა იყო დავირუსებული შავი ტექნოლოგიით, რომელიც ამ სისტემას ამუშავებდა სხვანაირად, რომ შეძლონ შეგროვება და გადაკაჩვა ჩვენი ენერგიებისა და რომ არ მოგცეს საშუალება მივიღოთ ჭეშმარიტი აქტივაციები, რომლებსაც მოაქვთ ჩვენთვის პლანეტარული ცნობიერება. უდიდესი გამოღვიძება ეს არის გამოღვიძება სინამდვილეში. ჩვენი დავიბრუნოთ იმას, რაც იყო ჩვენთვის დაკარგული. და დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენთვის იყო დაკარგული. ჩვენი ჭეშმარიტება ისტორიამდე, ჩვენი galaktikuri ისტორიამდე. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ხალხმა გააკეთონ ნახტომი ცნობიერებისა, ეს ის დროა, როდესაც ყველა ფეხზე უნდა დადგეს და შევუერთდეთ ამ სინათლის ჯგუფს. გეგმა მომავლიდან, ისევ ამ თემაში შედის ეს. დევიდ ურკოკი, მკვლევარი ალიანსის რამდენიმე წყარომ თხოვეს ჩვენ ეს გაგვეხსნა. სამხედრო ბაზაზე სანდო დაცვის ქვეშ არის სარკის მიღმა ტექნოლოგია, არის ხელსაწყო EUCD, რომლის დახმარებით შეიძლება დაელაპარაკო ხალხს, რომლებიც იყოფებიან მომავალში.
ხო, ესე იგი ტექნოლოგია არისო UCD, რომლის დახმარებით შეგვიძლია ჩვენ დავაპარაკოთ ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ მომავალში. შეიძლება ვიდეო ჩართვების გავაკეთოთო და გადავცეთ დოკუმენტებიო. კორიგუდი 50 წლების ბოლოდან არსებობს მუდმივი კონტაქტები ახლანდელ და მომავალ შორის ცხოვრება არსებობს კვანტური კომპიუტერი არის, რომელსაც იყენებენ ამ კომუნიკაციის დროს და ისინი მუშაობდნენ განზომილებებში და დრო მიედინება სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სიჩქარით მოწყობილებები გადაიცემა სხვადასხვა განზომილებებში და ის ხალხი უცნაურ პეიჯერებს ატარებენ საკეტი კლავიატურით, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ეკონტაქტოს თავის მომავალს, თავის მომავალ თავს სამეთაურო ცენტრის პროგრამაში. დევიდ უოკერი და ამ ხალხის მომავალში იციან როგორ გაიმარჯვონ და რა უნდა გააკეთონ ყველა საჭირო ნაბიჯები, როგორ გადადგან. მათი მისია იყო შეექმნათ ხაბლი და გადაეყვანათ ხალხი მომავლიდან 50-იანი წლების ბაზებზე ეიზენჰაუერთან და ამდაგვარი რამ. EUCT ხელსაწყო იყო, რომელიც გადასცეს მათ და მოქმედების გეგმა. ისინი ხედავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ისინი ხედავდნენ როგორ მიედინებოდეს იქნება დრო და მათ ნახეს ნაბიჯები, რომლებიც ჯობს გადადგან, მათ უნდათ ეს გააკეთონ და კანონიერად, მათ უნდათ ეს გააკეთონ კანონიერად. არავის არ შეუძლია შეაჩეროს მომავალი. ჩვენი მეგობრები მომავლიდან დაგეხმარებიან ჩვენ, რომ ეს მომავალი გზა სწორად განვითარდეს. ახლა რამე გითხრათ, რა არის კვანტური კომპიუტერი? მათთვის ვინც არ იცის, კვანტური კომპიუტერი არის ჩვეულებრივი კომპიუტერი, მაგრამ იქ ინტერნეტი დაფუძნებულია ნეიროსისტემაზე, ადამიანურ ნეიროსისტემაზე. არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხს კლავენ და შემდეგ ნეირონები ამოაქვენ, ნეიროსები და კომპიუტერში დებენ. არა. ეს ნეიროსისტემის ამ ნეიროქსელებს ზრდიან სპეციალურ ფაბრიკები არა, მილები არა. თევზები, მგრალი თევზებია სპეციალური. დამამწყდა ვისახლის საპატიმროდ ეწოდებოდა ამ თევზს. ჩვეულებრივი თევზები, სადაც თესავენ, ხელოვნურად დათესავენ ადამიანურ ენერგო ქსელს, ნეირონებს, სინაფსებს და შემდეგ ამ დათესილს გამოიყენებენ, რაც მოვა იქ, რაც დამტვირთება, ამას გამოიყენებენ კომპიუტერში. იქ არ იქნება, ახლა რომ არის კომპიუტერში ელექტრო რაღაც სადენები, ელექტრო ჩიპები და ასე შემდეგ, რაც ხა ფილები, არა. მე არ ვიცი სქემა ახლანდელი კომპიუტერისა, მაგრამ რაღაც სქემა ხომ გაჩნია, იქ არ იქნება მასეთი სქემა, იქ იქნება უფრო სხვანაირი სქემა დაფუძნებული ადამიანური ნეიროქსელის სისტემაზე. და ის და ამას ეწოდება კვანტური სისტემა და კვანტური ინტერნეტი. და ამ კვანტური ინტერნეტით მუშაობა ხდება უფრო ჩქარა, უფრო სწრაფად, რადგან ის კვანტური ინტერნეტი არის დაფუძნებული ადამიანურ ნეიროსისტემაზე, უფრო მალე ტვინავს, უფრო მალე ესე იგი აკეთებს თავის დავალებებს, თავის ფუნქციებს და ამიტომ და ეს კვანტური ინტერნეტი არის კოსმოსში, არის საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში, ყველას აქვს, მაგრამ რა შესაქმე იცით, არის კავშირი მომავლიდან და წარსულს შორის.
ხო და რადგან წარსულს უყურებ ეს შეცლი, მაგრამ მომავალი შეგიძლია შექმნა. მომავლიდან ისინი მოფრინდებიან, ჩვენ გვეხმარებიან, რომ ჩვენ რაღაცები გამოვასწოროთ, შემდეგ ჩვენ მომავალში უკეთესი ცხოვრება გქონდეთ. და არის სპეციალურ ხელსაწყოები, რომლის დახმარებით ეს ხელსაწყოები გაუგზავნიათ მომავალში და ამ ხელსაწყოების დახმარებით ჩვენ შეძლეთ ერთმანეთს ვესაუბროთ. ჩვენ საკუთარ თავს მომავალში ვესაუბროთ, ის კი რა ვიდეო თვალითაც გადავთეთ ინფორმაცია. ხო, სკეპტიკოსებმა შეიძლება არცკი დაიჯეროთ, მაგრამ ეს არცეთის შორს ეს არსებობს. ყველანაირი ტექნოლოგია არსებობს. და გაითვალისწინეთ, რომ ეს ვიდეო იყო ჩაწერილი მრავალი წლის უკან ინგლისურად. და 20 წელს კიდევ ვიმეორებ 20 წელს იქნა რუსულად დატვირთული რუსულ ენაზე. ახლა კი არის 25 წელი. ამიტომ მაგრამ ინფორმაცია ისეთი საინტერესოა, მე გადავწყვიტე ეს დამიწერა, ისე გადამეთარგმნა. იმედია მოგეწონათ. ურასაკურველია ახლა თქვენ ნება გაქვთ, თქვენი აზრი გამოიტანოთ. დიდი მადლობა მათ, ვინც მოусმინა ვიდეოს. მომავალ შეხვედრამდე.